Შესაძლოა თქვა, რომ ჩვენ აი ეს რამოდენიმე დღეო რაც გავამკაცრეთ ნარკოპოლიტიკაო, ადამიანებს ქუჩაში ვაჩერებდით. ოღონდ სრულად შემთხვევითო, კაცო, არ იფიქროთ, რომ ვინ გამორჩევითო რა, ეს შემთხვევითი შერჩევითო. ანუ როგორც გამოკითხვები ტარდება ეს სტატისტიკას, რომ ასახავდეს, ხო? აი ესეთი შემთხვევით შერჩევითო, შევარჩეთო. 314 ადამიანია, წავიყვანეთო, ფისი გავაკეთებინეთო და იქიდან 240-ო რაღაცა აღმოაჩნდა, ну რაღაცა კანაფი იქნებოდა. ამას ისე ფუთავენ თითქოს, რომ აი როგორი საჭიროება იდგა თურმე რომ გაგვემკაცრებინა ნარკოპოლიტიკა და იაგობ ხა ვიდეო და მის არგუმენტს გავიმეორებ, რომ შეუძლებელია შენ თუ მართლა ეგრე შეირჩა და ვინდოთ შესაძლოა რომ მართლა შემთხვევით შერჩევით ქუჩაში გააჩერეს ხალხი და გადაიყვანეს მოსაშარდად. თუ მართლა შემთხვევით შერჩევით შეარჩია ეს ხალხი და ესე აიყვანენ და აღმოჩნდა რომ არ ვიცი 70-75%. 76.14%-ია. ანუ 76.14% ყოველი 100 კაცი და ვიცი რომ პროცენტებიც არიცით ხალხო, ამიტომ გეტყვით რომ ყოველი 100 კაციდან 76 ადამიანი და კიდე ცოტა მეტი საშუალოდ იყო უკანონო რაღაცა ნივთიერების მოხმარებელი დიდი ალბათობით კანაფის, მაგრამ შესაძლებელია სხვა რაღაცებისაც. ესე რას ნიშნავს, რომ ნორმა ყოფილა ჩვენი საზოგადოებაში და ნორმას ვებრძვით. თუ ანუ უმრავლესობა რაღაცას აკეთებს, ზოგადად ეგ ითვლება ნორმად. აი დილით რო გააჩერო ხალხი 100 კაცი და 76 რო პახმელიაზე იყოს. ხო იტყვი რომ ან რაღაც დღესასწაული იყო, ან რაღაც ხდებოდა რა, ანუ ყველა მეგრე როგორ და მაგდას არ ან ასე სვავენ რა, ან ასე სვავენ საზოგადოებას. ანუ შეუძლებელია რომ მოსახლეობის რა 3/4 რაღაცას აკეთებდეს, რაღაც ნივთიერებას მოიხმარდეს და თავრობა გამოდდეს თქვას რომ აი 1/3 ციხეში და ჩავსვა. ო 1/3 სახელითო 3/4 უნდა დავსაჯო რა. 1/4-ის ხო და ანუ ის 1/4-მა წარმოიდგინე ეს ხალხი ხო სულ ციხეში დასაჭერი გამოდის. ხო და წარმოიდგინე რომ ჩვენი 3.700.000 კაციდან სადღაც 3 მილიონი რო ციხეში ზის და 700.000 რო 3 მილიონი კაცი ინახავს. ანუ აბსურდის მასშტაბი, ანუ ზოგადად აბსურდის მასშტაბი სადამდე მივიდა რა. ვიღაცებს უნდათ რომ ყოველი 4 კაციდან 3 კაცი დასასჯელია ესე რა. არა, ცხადია რომ შენ გადაჭარბებული და მე არ მჯერა რომ ანუ ესეთი პროცენტი მართლა რო ქუჩაში გააჩერე, იმიტომ რომ თავის დროზე შენს ხო იტყვება რომ ან შემთხვევით შეერჩია. ხო, არ მჯერა ერთი მაგას, მაგრამ მეორეც ერთი მე მახსოვს ძველი სტატისტიკები, რომელსაც თვითონ აქვეყნებდნენ რა. და იქ იყო ბევრად მცირე პროცენტი. ეტყო ეს ძალიან ანუ შერჩევა იყო ძალიან არასწორი რა. მაგრამ ნუ იდეა მაინც გასაგებია იმ ძველი სტატისტიკისათვის რომ დაგეჯერებინა და 76%-ის ნაცვლად ყოფილიყო თუნდაც 10% ადამიანებისაც ციხეში ვერ ჩასვა. ვერ 10% ჩასვა, ანუ თუ 10% საქართველოს მოსახლეობის არის 360,000 სადღაც და 360,000 კაცი რო ჩასვას ეხლა გვაქვს ეხლა ზის 10,000 კაცი, რომელიც ისედაც ბევრია, ხო წარმოგიდგენია რომ 36 ჯერ მეტი უნდა ჩასვა. მთელი ბათუმის მოსახლეობა რო ანუ ზოგადად მაშინ ციხეების მშენებლობითაც დაკავდით. ანუ ადამიანებისთვის და ჩვენს ნახევარსაათში იმის ახსნა გვინდა, რომ ეს არის უბრალოდ ის სიმპტომები, რომლებიც მოყვება ამ რაღაცა დიქტატურას სინამდვილეში. აი როგორიც არ უნდა ეს დიქტატურა იყოს, ასეთი კეთილი იქნება თუ ისეთი ბოროტი იქნება თუ როგორი იქნება, დიქტატურის ჩვეულებრივი სიმპტომი.